გადავსებული ნაგვის ურნები, მძაფრის სუნი, გაუთიბავი ბალახი, შადრევანში დაბინძურებული წყალი. ასეთი ავითარება ქუთაისში ცენტრალურ უბანში მდებარე ეგრეთ წოდებულ კიკვიძის სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც ერთი თვის წინ უნდა დაწყებულიყო. ადგილობრივების თქმით, სკვერი უკვე რამდენიმე კვირაა ასეთ მდგომარეობაშია. უწმინდავი არხა და გასგავს გარემო. ჭირდება ადამიანის ხელი და რაღაც ახლა ეს დღე უკვე 2 კვირაა, მაგრამ კაციშვილი არ არის. მოვლენ წეიღებენ რაღაცას, მიატოვებენ მიდიან. მოდის ის გაწიგეთ ერთი, იმ მოხუცმა რა უნდა გააკეთო. მაგ მოხუცის ადგილი არის სკამი და დასაჯდომი. არ გამოიყურებენ ამაზე ნაგვის მომენტში. ანუ არ ვარ გახსნა. თავად რამდენად უნდა გარემოზე და ცდილობთ და რაც შემიძლია იმას ვაკეთებ. ბოლო-ბოლო ნაგავს მაინც არ ვღიძირს. ვისაცევალება დასახრედია ყველა იმის გადამ. რამდენი ხანია ეს სიტუაცია? მე ახლა დღეს მოვედი სამუშაო და გემუშაობდა ისე. ბატონო? 2 კვირა არის უკვე ეს. და არავინ არ მოდის რომ იზრუნოს სისუფთავეს. აქ ბავშვები შეინობენ, საშიშია, ანტისანიტარია. მიმართათ ვინმეს ან არა, დასუფლების ხალია და დაუნებებიათ თავი. იმ ხალზე, იმიტომ რომ აგიო მაინც რესტავრაცია მიდის. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ კიკვიძის სკვერის რეაბილიტაციის ტენდერი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა და გამარჯვებული უკვე ცნობილია. სამუშაოები კომპანია შპს არადანმა 1,997,766 ლარად უნდა შეასრულოს. კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად ვადა 2026 წლის 1 დეკემბრამდე აქვს. სამუშაოები კი მიმდინარე წლის 8 მაისამდე უნდა დაეწყო. მეგატივი დაინტერესდა თუ რატომ გვიანდება სკვერის რეაბილიტაციის დაწყება. როგორც არადანის დირექტორმა მამუკა თევდორაძემ განაცხადა, მიმდინარეობს პროექტის კორექტირება და შემოღობვას მალე დაიწყებენ, თუმცა სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი ამ ეტაპისთვის მისთვის უცნობია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კიკვიძის სკვერში უნდა გაკეთდეს ახალი ქვაფენილი, გამწვანება, მოეწყოს 4 ტიპის სკამი, დეკორატიული გარე განათებების ლამპიონები, მათ შორის ქვაფენილში მოსაწყობი განათებები. ასევე პროექტით გათვალისწინებულია დეკორატიული ლითონის მოაჯირი და ფანტანის განახლება მოპირკეთება. ასევე უნდა მოეწყოს ახალი საბავშვო გასართობი მრავალფუნქციური და კალათბურთის მინი მოედანი. ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენი იგორ ასკაროვი, რომელიც ხელისუფლებას წამებაში ადანაშაულებდა, ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს და წერს, რომ ის ძალადობასა და წამებაში ჯერ ოზურგეთის პოლიციასა და პროკურატურას, მოგვიანებით კი ქუთაისის მეორე საპყრობილის ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებდა. გუშინ ველაპარაკი არაფერი განსაკუთრებული საუბარში არ შემიმჩნევია, მასაც არაფერი უთქვამს, ძალიან გაოცებული ვარ, უთხრა გამოცემას ასკაროვის მეუღლემა. გამოცემის ცნობით იგორ ასკაროვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც 2010 წელს შეიძინა და მასზე ფერმერული მეურნეობები გააშენა. თუმცა რამდენჯერმე გახდა შეერაღებული თავდასხმისა და ზეწოლის მსხვერპლი. მოგვიანებით ის ცივი იარაღის გამოყენების გამო დააპატიმრეს და 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამოცემის ცნობითვე გათავისუფლებამდე მას 8 თვე ჰქონდა დარჩენილი. იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლები 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჭხრიკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-260 კვარტამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობისა და თანამონაწილეობის, დანაშაულებრივი შეთქმულებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ინტერპოლის მიერ ძებნილი ქალი, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკავეს, რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ მისი უფლებადამცველი ბექა ნემსიწვერიძე აცხადებს. მისი თქმით, ძებნილი ქალი საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც ინტერპოლის მიერ არის ძებნილი, გახლავთ რუსეთის მოქალაქე.
მის მიმართ ამერიკაში არსებობს გარკვეული კითხვები სანქცირებულ პროდუქციის იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნის შესაბამისად იქნა ეს ადამიანი ჩასმული ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში გუშინ ჩამოფრინდა საქართველოში და დაკავებული იქნა საქართველოს საზღვარზე თბილისის აეროპორტში. მისთვის მოულოდნელი იყო ეს, ვინაიდან არ იყო ცნობილი ამერიკაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ და არც იმის შესახებ, რომ ის ძებნილი იყო ინტერპოლის ხაზით. საუბარი არის საავიაციო ნაწილების დეტალების იმპორტ-ექსპორტზე. არანაირ კავშირს საქართველოში ჩამოფრინდა უბრალოდ ტურისტული მიზნით და აქ აეროპორტში გაირკვა, რომ თურმე ყოფილა ინტერპოლის მიერ ძებნილი. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად დამატებით 47 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას. სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს და ნახშეულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ზე, 260-ზე კვარტა და 260-ზე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოში 42 უცხოელი არალეგალი, მათ შორის უზბეკეთის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, უგანდის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, რუსეთის, ტაილანდის, თურქეთისა და იემენის მოქალაქეები დააკავეს. სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ქუთაისში ნომერ 18 საქალაქო ბიბლიოთეკაში კონკურსი კალიგრაფია ბიბლიოთეკაში ჩატარდა. მასში მონაწილეობას მოქალაქეები იმერეთის სხვადასხვა რეგიონებიდან იღებდნენ. პირველი ადგილის მფლობელი ელენე ენდელაძე გახდა. კონკურსის მიზანია ნიჭიერ კალიგრაფისტთა გამოვლენა, წერის ხელოვნების ტრადიციის შენარჩუნება, გააქტიურება და განვითარება. კონკურსი წელს მეხუთედ ჩატარდა. ძალიან მასშტაბური გახდა ეს პროექტი და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს პროექტი ჩვენმა ახალგაზრდა ახალმა თანამშრომელმა სოფიკო ოდიკაძე და არ შემიძლია რო არ აღვნიშნო, რომ ასეთი კარგი ინიციატივა მოიტანა და თავისთავად ცხადია ჩვენ დირექციამ, ყველამ აბსოლუტურად კოლექტივმა მხარი დაუჭირეთ და როგორც კი უკვე მეხუთედ გაიმართა წელს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, რომ ქუთაისში იმართებოდეს, მთელი იმერეთიდან ღებულობენ მონაწილეობას და ეს არის არაჩვეულებრივად კარგი და მიზანს რაც შეეხება იმაზე საუკეთესო მიზანი რა უნდა იყოს, მით უმეტეს ამ კომპიუტერის ეპოქაში, როცა ფაქტობრივად ხელისწერას გადავეჩვიეთ, რომ მოვეფეროთ ჩვენს ქართულ ანბანს, კიდევ უფრო დავხვეწოთ მისი აღნაგობა, სტრუქტურა, მოხაზულობა,
და განვავითაროთ კიდევ უფრო, რა თქმა უნდა, ასე რომ მიზანიც არაჩვეულებრივი ეროვნული მიზანი არის, რაც მთავარია და წარმატებები უსურვოთ კონკურსს. თავდაპირველად მასში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, უშუალოდ ბიბლიოთეკარები ჩატარების პირველ წელს, შემდეგ მისი მასშტაბები გაიზარდა და წელს უკვე უპრეცედენტო რაოდენობის მონაწილე გვყავს 38 ადამიანი შეეცდება ქართული ენის გრაფიკული მოხაზულობა გააცოცხლოს ამ ციფრულ ეპოქაში და ეს კონკურსი მიზნად ისახავს კალიგრაფიის, ქართული ხელწერის ხელოვნების, კულტურის მხარდაჭერას, მის პოპულარიზაციას და ის სამომავლოდაც გაგრძელდება. წლევანდელი კონკურსი ეძღვნება პატრიარქის ხსოვნას და საკონკურსო ფრაზად შესაბამისად აღებული არის ასეთი ღმერთი სამშობლო ადამიანი. კარგი პროფესია და მსურდა რომ გავსულიყავ. რა მოლოდინებიდას? ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა. თითქმის ბაღიდან მოყოლებული ამაზე მუშაობ. მასწავლებელმა გითხრა ამის შესახებ და პირველი კლასის მერია ვწერ ძალიან ლამაზად და პირველი ადგილს ვიღებ თითქმის სულ. მინდოდა რომ გავსულიყავი ამ კონკურსში, იმიტომ რომ მაქვს გამოცდილება. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნაშრომით ამ კონკურსში მონაწილეობა, იმიტომ მივიღება მინდოდა გამომეცადა ჩემი თავი. პირველი კონკურსია თქვენი? არა, მეორე. მსურდა რომ გავსულიყავ კონკურსს. და რამდენად საინტერესო იყო ეს? ძალიან საინტერესო იყო. ჩვენმა დამრიგებელმა გითხრა და მე გამოცდილება მქონდა და მოვედი. სკოლიდან წერდით იქ. და პირველ ადგილს ვიღებდი. არაფერს უფრო დიდ დროს ეთმობ თუ წერას? ორივეს. ასე ლამაზად უნდა წერო, იმიტომ რომ ასეთი ლამაზი ამბანი სოფლიოში არც ერთ დამწერლობას არ აქვს. ასეთი უნიკალური კითხყოფადი და გამორჩეული.